ემიგრაციის მარშრუტები. გამარჯობა, დღევანდელი გადაცემის თემაა კავშირი სამშობლოსთან. გადაცემას გაუძღვებით ჟურნალისტები ია მახარაძე, ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი მთია ბიჭაშვილი. ჩვენ ტელეფონის ნომრებს შეგახსენებთ 240 91 92 240 92. გადაცემა ემიგრაციასა და ემიგრანტებზე. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 6-დან 7-მდე. გადაცემაში შევხვდებით გერმანიის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს ლერი დათაშვილსა და თინა ჩითინაშვილს, რომლებიც გერმანიაში მცხოვრებ ქართველთათვის სათვისტომოს როლსა და მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან. ჰოლანდიაში ცხოვრობს თიკას ვაინცის ოჯახი, რომელსაც მუდმივი კავშირი აქვს სამშობლოსთან. მისი ოჯახის წევრები კი ახალ ურთიერთობებსა და პროექტებზე ფიქრობენ. ია, სანამ მიუნხენიდან ჩვენ დაგვირეკავენ ჩვენი თანამემამულეები, მე მინდა ჩვენს რადიო მსმენელებს უთხრა, რომ მიუნხენის ქართული სათვისტომო, მას ეწოდება გერმანიის ქართული სათვისტომო, უკვე 70 წლისაა და ძალიან დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს ამ სათვისტომოს. ადრე იყო პოლიტიკური საბჭოთა სისტემის დროს, ეხლა კი საქველმოქმედოა უფრო ეს სათვისტომო და იქ მომუშავე ადამიანები ძალიან დიდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან. საქართველოზე ფიქრი არ წყდება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს ფიქრები და ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა სამშობლოსათვის სიკეთო საქმის გაკეთება შორიდანაც მოვახერხოთ. ამბობენ სათვისტომოს თანამშრომლები, ეს ბატონი ლერი დათაშვილის სიტყვებია. ბატონო ლერი, მოგესალმებით. ბატონი ლერი ახლა ჩვენ სკაიპით გვერდება გადაცემაში და ამ გაერთიანებისათვის ბავარიაში არის შესანიშნავი ადგილი გერმანიის ქართული სათვისტომო. ბატონო ლერი, მოგილოცავთ ახალი წლის დადგომას, წარმატებებს გისურვებთ კვლავ. გილოცავთ მშობა ახალწელს ბატონო ლერი, მრავალს დაესწარი ჯანმრთელად ბედნიერად და თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, რომელიც წლების წინ გაემგზავრეთ გერმანიაში, სამშობლოში ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდათ თქვენ პროფესიაში და არა მარტო სათვისტომოს თავმჯდომარეა ბატონი ლერი, არამედ არის იმ ქართულ კონსტრუქტორთა შორის გამორჩეული ქართველი, რომელმაც დაამზადა კოსმოსური ანტენა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. დიახ, გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა. და საყვარელ საქმეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აგრძელებთ გერმანიაშიც. დიახ, მართალი ბრძანდება. დიახ. დიდი მადლობა მოლოცვებისათვის, დიდი მადლობა ამ ჩართვისათვის. თქვენს მსმენელებსაც და მაყურებლებსაც მიულოცავ სიამოვნებით, რა კი საშუალება მეძლევა. ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს. ზნეობრივი, აზრობრივი და ინტელექტუალური განვითარებისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს მთელი საქართველოსათვის და წარმატებების წელი ყოფილიყოს ყველა მიმართულებით. დიდი მადლობა. თქვენც ასევე გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს თქვენს შემოქმედებით კოლექტივს. დიდი მადლობა ბატონო. მადლობა. ბატონო ლერი, როგორც აღნიშნეთ დასაწყისში, გერმანიის ქართული სათვისტომო 70 წლისაა. თქვენ 2005 წლიდან ხელმძღვანელობთ ამ სათვისტომოს. ცოტა ისტორიაც შევახსოვნოთ ჩვენს რადიო მსმენელებს, არა? კი ბატონო, ესე იგი, გერმანიაში პირველად ტოლვილთა სათვისტომო დაარსდა თურმე ბერლინში 22 წელს, 1922 წელს. ამ ტოლვილთა სათვისტომოს დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელი ვინც იყო, შემდეგ ომის პერიოდში რომ გაქრა ყველანაირი ორგანიზაცია და ომის შემდეგ 1945 წელში მიუნხენში წარმოიშვა ისევ ქართველ ტოლვილთა სათვისტომო, მას მისი პირველი თავმჯდომარე იყო სწორედ იმ ბერლინის დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელი მაშინდელი. ეს იყო ალექსანდრე კორძაია თუ ახსენებთ.
რომელიც როგორც ბატონ კარლო ინასარიძესაგან მახსოვს ამბობდა ხოლმე რომ ფოთის მერი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში თურმე. შემდეგ რა თქმა უნდა უამრავი წლები გავიდა, რაღაც განვითარების გზები გაიარა, იყო დიდი ქართველები, ცნობილი ქართველები ამ სათვისტომოს ხელმძღვანელები ვებხვაძე, მაღალაშვილი, რაც ხა გვარებს ვიხსენებ ძველიდან, ჩვენს ვებგვერდზე არის ეს გამოქვეყნებული სხვათა შორის და შემდეგ ბოლო პერიოდში დიდი ხნის განმავლობაში იყო ბატონი ქრისტოფორე კირკიტაძე, რომელიც პერიოდშიც ასევე მოხდა პირველი ვიზიტები ხოლმე საქართველოში, როგორც პერსონალურად იმ ჯგუფის, რომლებიც ომის პერიოდიდან დარჩენილები იყვნენ გერმანიაში, ასევე თვითონ სათვისტომოს მხრიდანაც. და წარმოიშვა მერე ურთიერთობები, პროფესორი შარაძე ხშირად იმყოფებოდა ხოლმე მათთან, წიგნის გამოუშვა იმ პერიოდში და შემდეგ უკვე მოხუცებულობაში შევიდა ყველა ის ადამიანი და ავადმყოფობის გამო მის მოადგილეს ბატონ ვახტანგ ჩხაიძეს გადაეცა თავმჯდომარეობა. შემდეგ რაღაც რეორგანიზაციაც მოხდა იმ პერიოდში, უფრო გაახალგაზრდავდა სათვისტომო და 2 წლის შემდეგ, ესე იგი 2003-ში ბატონი ვახტანგი იყო, 2005-ში რო იტყვიან მეც ჩამხდეს ამ საქმიანობაში და ამირჩიეს თავმჯდომარედ და მას შემდეგ უკვე ასევე ძალიან განსხვავებული სტილით მოვდივართ, თუ მანამდე უფრო პოლიტიკური ელფერი დაკრავდა მათ მოღვაწეობას, ჰქონდათ ასე ვთქვათ გარკვეული უსაფრთხოების ტენდენციები კუთხით, რომ არიდევნებოდნენ კიდევ ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული და ბატონი კარლო ინასარიძე ხმამაღლა პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებდა რადიო თავისუფლების ხაზით და ასე შემდეგ. შემდგომში უკვე ჩვენ გარდავქმნით ეს უფრო არაპოლიტიკურ ორგანიზაციად, კულტურულ სამეცნიერო და ასე შემდეგ ორგანიზაციად და შემდეგ 1-2 წელიწადში ძალიანად საქველმოქმედო ორგანიზაციად გარდავქმნით. იმიტომ რომ საჭიროებები ჩანდა ისეთი, რომ უფრო ძალიან ბევრი გაჭირვებული იყო ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, ძალიან ბევრი თხოვნა შემოდიოდა დახმარების თაობაზე და ქველმოქმედების ხასიათი გვაძლევდა საშუალებას გადასახადებისაგან, რომ თავისუფალი ყოფილიყო ჩვენი მოღვაწეობა, ასე ვთქვათ. უამრავი პროექტები შეიქმნა მერე, რომლებიც ადრე არ ყოფილა, მე მახსოვს ძველი ქართველები, რომლებიც სამწუხაროდ თითქმის აღარ არიან ცოცხალი არც ერთი. ძალიან დიდი სიამაყით ამბობდნენ ხოლმე, რომ ჩვენი ოცნება იყო ზოგადად რომ ქონოდაო ჩვენი რამე ბეჭდვითი ორგანო, ჟურნალი, გაზეთი რაღაცა და აი ამ ახალგაზრდების შემოსვლის პერიოდიდან დაფუძნდა ეს მაშინ ერქვა თანამემამულე, შემდეგ ერქვა ქართული ჟურნალი ქართული და ეს იყო ერთ-ერთი პირველი საკვირაო სკოლა დავაფუძნეთ შემდეგ და დღემდე აქტიურად მოღვაწეობს და ძალიან ბევრ ბავშვს აცნობს საკუთარ კულტურას და ასე შემდეგ. დიახ, ბატონო ლერი, ჩვენ ვეცნობით თქვენს მოღვაწეობას, ანუ სათვისტომოში როგორ მუშაობთ. იქ არაერთი ღირსეული ადამიანია თქვენთან ერთად, ბატონო ლერი და გაქვთ თქვენი ვებგვერდი, გაქვთ აგრეთვე Facebook გვერდი და სამწუხაროდ ბოლო დროს შეფერხდა ჟურნალ ქართულის გამოცემა, მაგრამ ამასაც ალბათ მოევლება როგორმე. იცით რა მაინტერესებს? კი, შეფერხდა ჩვენ შევაჩერეთ გამოცემა მიზანმიმართულად, იმიტომ რომ ფაქტიურად როგორც სხვა ბეჭდვით წყაროებში შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე ამ ინტერნეტისა და სოციალური მედიის შემოტევას უბრალოდ ფინანსურადაც ვერ გავუწევთ. ფაქტიურად. და ვერც თემატურად ვერ გავუწევთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ყველაფერი შეგვენახა ჟურნალისტვის დასაბეჭდად,
მეორე დღეს ყველამ მაინც იცოდა და ამდენად ინტერესით დაქვეითება მოხდა. თორემ არაფერი შეფერხება არ ქონია, მთავარი რედაქტორებიც ეს ნინა ხაველაშვილი და თინა თინჩიტინაშვილი და სხვაები კიდევ არ ჩამოთვლი, იმიტომ რომ გამორჩება ყველა ვარიანტში. ძალიან ინტენსიურად შრომობდნენ ამ მიმართულებით და ფაქტურად უწყვეტად 10-12 წლის განმავლობაში უწყვეტად გამოდიოდა წელიწადში 6-ჯერ. აბატონლერი, თქვენი ძირითადი საზრუნავი როგორც ჩანს არის მომავალი თაობა, რადგანაც ბევრი ოჯახი, ქართული ოჯახი, რომელიც გერმანიაში შეიქმნა და მათი ბავშვები დაიბადნენ გერმანიაში და იზრდებიან ძირითადად იქ. ესეთი მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია და ამისათვის ქართული საკვირაო სკოლა მიუნხენში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, რადგანაც ბავშვებს ზოგიერთს არც უნახავთ საქართველო ზედმეტია იმაზე ლაპარაკი იცოდეს აქაური ტრადიცია და სულიერება და ეს საკვირაო სკოლა როგორც შეუძლია ზრდის ქართული ცნობიერებით მომავალ თაობას. ჩვენ არაერთი მასალა გვინახავს ამის შესახებ და დოკუმენტური ფილმიც ვნახეთ და ძალიან სასიამოვნოა რომ ძალიან კარგად მუშაობს საკვირაო სკოლა მიუნხენში. რას გვეტყვით პედაგოგებზე, რაიმე ხელისშემშლელი პირობები ხომ არ არის? თქვენ მართალი გზანდებით, სკოლა ნამდვილად გამორჩეულად მუშაობს. ასევე მე ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ მიუნხენში მუშაობს ასე კარგად სკოლა, არამედ ყველა ქალაქებში, იმიტომ რომ ქართველები, მშობლები და მასწავლებლებიც ძალიან მონდომებული არიან რომ შვილებს გადავცეთ და შევუნარჩუნოთ ქართველობა პირველ რიგში და შემდეგ წერა-კითხვა იცოდნენ, შემდეგ ცოტა ისტორია, ცოტა სად მდებარეობს გეოგრაფიულად, რა ვართ, ვინ ვართ, რატო ვართ და ასე შემდეგ. მათ შორის არიან თქვენი შვილებიც, რომლებიც ჩამოყავთ თქვენ ზაფხულობით თქვენს მშობლებს. ჩემი შვილები იყვნენ პირველი გამოშვება ჩვენი საკვირაო სკოლის და მომდევნო შვილი აქ დაბადებული ბიჭი უკვე ასე ვთქვათ, მაგალაც დაამთავრა, გაიარა ეს კურსი, ასე ვთქვათ და ეხლა უფრო პატარები მოვიდნენ, ძალიან ბევრი არიან და რა ვიცი, ღმერთმა ამრავლოს ყველა. რა თქმა უნდა, ეხლა იტყვით რომ საქართველოში ყოფნა ჯობია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თუ საქართველოს როგორც თავის სამშობლოს არ დაივიწყებენ და მათთვის ზრუნვას არ შეანელებენ, ყველგან შეიძლება ყოფნა. და თქვენ რას ფიქრობთ, იზრუნებენ საქართველოს და მონდებათ საქართველოში ამ თაობას დაბრუნება, ვინც დაიბადა და გაიზარდა გერმანიაში? ძალიან რთული კითხვაა ეხლა და ასე ვთქვათ. თქვენ თვითონ ამბობთ რომ ყოველთვის მოვდივართ, ბრუნდებით და ძალიან გააგრძელდა ეს გზაო. მაგრამ არის შემთხვევები, აი თქვენს მაგალითზე, როდესაც თქვენ ესეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობაში ხართ ჩართული და ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ სამშობლოსათვის. თქვენ თვითონ ამბობთ რომ სასიკეთო საქმის გაკეთებაო სამშობლოსთვის შორიდანაც შეიძლებაო. და მოვახერხებთ ამასაც. აბა აკეთებენ. მასეა, შორიდანაც შეიძლება და მერწმუნეთ ძალიან ბევრი აკეთებს. სულ ყველაზე საბაზისო საქმიანობა რომ ავიღოთ, რასაც შვილების და აქ უცხოეთში წასული ქართველების მიერ თავიანთი უკან ოჯახების შენახვა და გადარჩენისათვის ზრუნვა, რასაც ქვია. უკვე ეს არის უდიდესი წვლილი და უდიდესი შენატანი. ეხლა დანარჩენი, როდესაც მაგალითად სტუდენტობა პროფესიას შეიძენს, იმათგან თუნდაც 10% რომ დაბრუნდეს, უკვე მიღწევა და წარმატება არის. პირდაპირ რომ მიიღოს საქართველოს განვითარებაში მონაწილეობა და არა პირდაპირ ისედაც ცხადია რომ სადაც არ უნდა იყვნენ. მე ხშირად მაქვს შემთხვევები რომ ყოველთვის საქართველოს მადიდებლები არიან, საქართველოსთვის იღწვიან და პოპულარიზაციას უკეთებენ ეს სტუდენტებიც. მსმენელი ყავს ბატონო ლერი, დიდი ხანია გველოდება, მოგესალმებით, დიახ გისმენთ. მსმენელი გველოდება და თქვენც გექნებათ საშუალება რომ მოусმინოთ. დიახ გისმენთ. ისმის არა? დიახ, გვესმის თქვენი. ძალიან კარგი, მე მოგესალმებით გერმანიიდან თქვენი სტუმარი, აი ვინც არის შეიძლება. სათვის ტომოს თავმჯდომარე, დიახ, ბატონი ლერი დათაშვილი. დიახ. მე არ მოსმის. აი
დიახ, ესე იგი მე რა მაინტერესებს ერთი, აი ეს მინდა უთხრა რომ ესე იგი 100 წელი ვერთმა გააძლებიოს, მაგრამ იქ გერმანიაშია თუ სადაც არის ჩვენი ესე იგი ქართველები, ჩვენი თანამემამულეები, მაგრამ მეორე 100 წელი კიდე მეცას უსურვებდი, ოღონდ და არის ასე რეალობაში რომ იცხოვროს სისტემს მოვდივართ და მართლაც რომელი ერთი და პოტენციურად არც ერთი დაბრუნებელი აღარ არის, აი ეს გამორიცხვის ერთი 5%-ის და всё მორჭა და გათავდა. ამაში რამდენად მეთანხმება ეს მინდა მიცვდეს ეს კითხვა, მადლობა. გესმოდათ ბატონ ლერი კითხვა მსმენელი შეწუხებულია რა შეკითხვაც მე დაგისვით ასეთი კარგი ქართველებიო დაბრუნდება თუ არა საქართველოში ანუ აი გულწრფელად რომ გვიპასუხოთ რამდენი პროცენტი შეიძლება დაბრუნდეს ის ახალი თაობის წარმომადგენლები საქართველოში ეხლა ეს ძალიან კომპლექსური პრობლემა არის ძალიან კომპლექსური ეს არ არის არც თითოეული ადამიანის პრობლემა ზოგადად და ქვეყნის ხელისუფლების პრობლემაც არის. აქ არის მაგალითად არის შემთხვევები, როდესაც მაღალპროფესიული კადრები, რომლებმაც სტუდენტობა დაამთავრეს და ეცადნენ საქართველოში სამსახური ეპოვათ, ვერ იპოვეს. შემდეგ ეძებეს უცხოეთში, იპოვეს და ძალიან წარმატებულები არიან ზოგი უნივერსიტეტში, ზოგი ცნობილ კომპანიებში, ზოგი სხვა კერძო მოღვაწეობას ეწევა და ასე შემდეგ. ანუ ეს პრობლემა არის, ესე იგი დასაქმების პრობლემა არის. მიუხედავად იმისა, შეიძლება იყოს დაუშვათ ვაკანსიებიც გამოცხადებული რაღაცა, მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებიან რაღაც კატეგორია ადამიანების. ახლა მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი არის დასაქმებული თუნდაც სამთავრობო სექტორში, უცხოეთში პროფესია მიღებული ადამიანები და ძალიან დიდ წვლილს იღებენ უკვე ასეთი ადამიანებიც ქვეყნის განვითარებაში. ასე რომ ეს დინამიური პროცესია, მაგრამ ახლა ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, მე რომ წამოვედი ოჯახით საქართველოსდან სამსახური მივიღე მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში და გადმოვედი, გეგმაში მქონდა რომ 5 წლით მოვდივარ. დიახ. 5 წელი ისე გავიდა, რომ ფაქტიურად ვერც კი შევიგრძენით, ისე სწრაფად გავიდა და რისი იმედიც მქონდა, ფაქტიურად ის ვერაფერისკენ კიდევ ვთქვით, მოდი 5 წელი იქნებ კიდევ რაღაცა და იქნებ მერე დავბრუნდეთ. მერე კიდევ გავიდა 5, ანუ 15, 12 რამდენი 15-16 წელია, რაც ოჯახით უკვე ვიმყოფები უცხოეთში და აქედან ამ პროფესიული სამუშაოებიდან გამომდინარე უამრავი პასუხისგებლობები გაჩნდა, რომელიც ადამიანს ითრევს და ითრევს, ესე იგი ყოფიერ ცხოვრებაში და აქედან ამოგლეჯვა და ჩამოსვლა ფაქტიურად ნულოვან ადგილზე არის ფაქტიურად წარმოუდგენელი. ნულოვანს ვიძახი, იმიტომ რომ მე მაგალითად იმ სამუშაოებს, რომელსაც აქ ვასრულებ და აქ ვაკეთებ, ძალიან ძნელად წარმომიდგენია იგივეს გაკეთება საქართველოსთან. თორემ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნებოდა ეს რომ შესაძლებელი იყოს. მაგრამ ეს რაღაცნაირად არც თავის დროზე გამოვიდა და როდესაც პირველად დავჭით რაღაც უმუშევარის სტატუსით და მერე სამუშაოს ძებნა დავიწყეთ და არც მერე რაღაც მცდელობების მიუხედავად, როდესაც კონტრაქტები მივეცით ჩვენს ყოფილ ინსტიტუტს სადეთ რომ განვითარებისათვის ხელი შეგვეწყოდა რაღაცა ამ დარგის შენარჩუნება და რამე, მაინდა-მაინც დიდი წარმატებით არ გამოვიდა ეს. მსმენელი გველოდება ბატონო ლერი, დიახ, მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობათ. ისიც რა, ძალიან დიდ ბოძიში მოგიხდით, მაგრამ არ ვარ და აი ეს ხალხი, რომლებიც გაიგოს იმან ახლა ვისკენ გელაპარაკებათ, მე მის საქმეში არ ვიჭრე, მაგრამ მათ საქართველო არ უყვართ გენაცვალე, მათ უყვართ ფულები და ნუ გვატყუებენ და თქვენს ნუ გვასმენინებთ, მაგაც ზღაპრებთ. საქართველო უყვართ, საქართველო ვის უყვართ, ის აქ არის. საქართველოდან ქართველები მივიან, არაბები, ისინი ესეთი კიდე მოდიან აქა. ამათ უყვართ საქართველო, გადაეცით მაგათო, მეგარი იტყუილებიან ბოდიში. დიახ, ისევ გულის ტკივილია ბატონო ლერი, ისევ გულის ტკივილია რადიო მსმენელის და ალბათ ეს ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, ზოგი დაბრუნდება, ზოგი ვერ დაბრუნდება, ზოგი სასიკეთო საქმეს იქედანაც მართლაც გაუკეთებს თავის სამშობლოს. მე მაგალითად მამის ძმა მყავდა, არაჩვეულებრივი
სპეციალისტი იყო, ინჟინერი იყო წლების მანძილზე, ციმბირში მუშაობდა არხანგელსკის ელექტროსადგურის მშენებლობაში და 60 წლის იყო ჩემი ბიძა, როდესაც დაბრუნდა საქართველოში და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში იყო კონსულტანტი და ძალიან დიდი საქმე გაუკეთა მას, ისე რომ როდესაც გარდაიცვალა, ერთი წუთით შეყოვდნენ და ფაბრიკაში პატივისცემს მის ხსოვნას. იმდენად მნიშვნელოვანი საქმე გაუკეთა თავისი გამოცდილებით. ასე რომ ბევრ საქმეს აკეთებენ ემიგრანტები ქვეყნის მსმენელი გველოდება ბატონო ლერი, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში, გისმენთ? მოგესალმებით. იცით რა, ლერი რაც თქვა, შემიძლია დავეთანხმო და იმ ქალბატონს რომ ამბობს საქართველოს არ უყვართ, ეგრე არ არის. იცით, არის ისეთი ადამიანები, რომელთაც უნდა გაზრდა, იცით, აი აქ მაგმა ისეთი მაგალითი რომ აქ ყველაფერი ქონდა, სამსახური ყველაფერი, მაგრამ იმას უნდა მეცნიერული გაზრდა, იმას უნდა რაღაცა გააკეთოს, რაც აქ უბრალოდ ბანკში მუშაობა და დიდი ხელფასის მიღება და მეტი არაფერი არ აკმაყოფილებს და ბავშვების გაზრდაც უნდა ისე რომ ცოდნა ქონდეს, წავიდეს რაღაცა ნახოს ბავშვმა, ყველაფერი ეგება საქართველოს განვითარდეს, ვინ იცის. ხო და აი ბატონმა ლერიმ თქვა რომ ეცადა რომ აქ მოსულიყო, მაგრამ где ему приложиться, негде приложиться, его მისი საქმე, მისი ტვინი აქ არავის არ ჭირდება. გასაგებია ქალბატონო, შეიძლება ჭირდება რომ ბაზარიც არ არის ხშირ შემთხვევაში ამ. დიახ, აი ქალბატონი საუბრობდა ახლა უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ, იმ მეცნიერების შესახებ, რომელთაც თავიანთი ცოდნის გაღრმავება უნდათ და იმიტომ მიდიან, თქვათ, უცხოეთში, იქ სამეცნიერო სივრცეებში შემდეგ წარმატებებს აღწევენ და რა თქმა უნდა, ეს ზოგადად მეცნიერების განვითარებასა და ჩვენი მეცნიერების სახელის გატანა არის საზღვარგარეთ. მსმენელი გველოდება, მოგესალმებით, მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში, გისმენთ? ალო, საღამოშიდობთ. გამარჯობათ. ძალიან მიკვის, იცით, აი წამყვანები, რომ ეკითხებთ უცხოეთში წასულ წარმატებულ ადამიანებს, ჩამოვლენ თუ არა ისინი საქართველოში. ჩვენ ხო ყველა ვხედავთ ახლა. ბრმა არავინ არავათ, რომ საქართველოში ქართველი ხალხის განხალხება მიდის. პირდაპირ ამას ხელის გულზედეს ეს. ამაზე ინსტიტუტები მუშაობს სპეციალურად, რომ დაიქცეს ქვეყანა საქართველოში ქართველი არ დარჩეს. როგორ უნდა ჩამოვიდეს იქედან ადამიანი? კეთი თუ ბოღმა არა ხარ, შურიანი არა ხარ, თუ სულა აზროვნე, ყველას გვინდა საქართველოში რომ ჩამოვიდნენ ემიგრანტები, მაგრამ სად უნდა ჩამოვიდნენ? როცა აქ ვიწვათ, ვერც არც სამსახური არაფერი არ არსებობს. გასაგებია ქალბატონო, თქვენი გულის ტკივილი აბსოლუტურად გასაგებია და ისიც გასაგებია რომ უცხოეთში წასვლა ნამდვილად არ არის გამოსავალი. ესეც ხო მეთანხმებით ამაშიც. დიახ ბატონლერი, აი ახლა კიდე გულის ტკივილი იყო რადიო მსმენელისა, რომ ჩვენ არ უწყობთ ხელს ჩვენი სპეციალისტების დასაქმებას და მათი შრომის უზრუნველყოფას აქ საქართველოში. ალბათ იცით რა არის, ეგ იმდენად რთული საკითხია, რომ ეგ წინადადება ჩვენ არ უწყობთ ხელს სპეციალისტების დასაქმებას. ამ ჩვენში ვინ იგულისხმება? თუ იგულისხმება მთავრობამ უნდა შექმნას მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელი პირობები იმისათვის, რომ სპეციალისტმა თავისი თავი თვითონ დაისაქმოს, რაღაცა ახალი მიმართულება წამოიწყოს, ან ისეთი სამუშაო პირობები ქონდეს, რომ უცხოეთთან კონტაქტით უფრო გააღრმავოს მეცნიერებაც, ბიზნესიც, ეკონომიკაც და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ქვეყანა წარმატებული ქვეყნების რიგში ჩადგება და უკვე ზოგადი ცხოვრების დონეც აიწევს. ეხლა ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან. 90-იანი წლების პერიოდში ადამიანები ფაქტიურად შიმშილობდნენ მცირე პროცენტის გარდა, რომლებიც სხვადასხვა გზებით ძალიან დიდი შესაძლებლობები მოიპოვეს თქვა. და ამ შიმშილს ძალიან ბევრმა
დააღწია თავი და გადაარჩინა მე თავისი ოჯახები უცხოეთში სამსახურების შოვნით და წასვლით. Რა თქმა უნდა, ყველა სამსახური არ არის ისეთი, რომ ასე ვთქვათ, ყველა მეცნიერებაში არ არის დაკავებული და არც სხვა, მაგრამ ნებისმიერი სამსახური იმ დროს იყო გამოსავალი. ამიტომ ხო და ეხლა დაბრუნების საკითხი, რომ გადავხედოთ მაგალითად ჩემს გარშემო 50 ქართველიდან შეიძლება 30-40 უკვე უცხოეთის პასპორტის მფლობელია. იმ ძველი კანონების მიხედვით ქართულ მოქალაქეობას ფაქტიურად კარგავდნენ ამ შემთხვევაში. ეს მე მგონი იცვლება და მიხარია რომ იცვლება რომ მოქალაქეობის შეνοჩება. არ უნდა დავკარგოთ აიღოს სხვა ქვეყნის პასპორტი ქართველმა ადამიანმა, რა თქმა უნდა დიფერენცირებაც საჭიროა, მაგრამ ნუ დავაკარგინეთ ქართულ მოქალაქეობას. მე მაგალითად ვიცი რომ 50,000-ია თქვათ გერმანიაში სიტყვაზე ვიძახი, არ ვიცი ზუსტად რამდენია, მაგრამ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე არის 15,000. ის დანარჩენი უკვე ჩვენი იურისდიქციიდან არის გასული თურმე. ანუ იმიტომ რომ აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები. ანუ იმად დაბრუნებას ველოდოთ თუ არ ველოდოთ, როგორ ველოდოთ, როდესაც უკვე всё ეს უკვე აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები. დანარჩენი ეხლა მე ვფიქრობ რომ ყველაზე ადვილი არის დაბრუნება, როდესაც სტუდენტი თავის სწავლას ამთავრებს და შეიძლება 1-2 წელიწადის აქ სამუშაო გამოცდილების მიღებაც მოისურვოს და მერე უნდა იყოს დასაქმების საშუალება საქართველოში. რაღაცნაირად ეს იმდენად თული საკითხია, მაგისი რეცეპტი არ არსებობს და არც მთავრობას არ ექნება მაგისი გამზადებული რეცეპტი. მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი პერსონალურად ყველაზე მარტივად დაბრუნდება, თუ კი იქნება მისი დასაქმების ან კარიერული წინსვლის ან ბიზნესის აწყობის საშუალება. აი ეს არის. და მერე უკვე 10, 15 და 20 წელი რომ უკვე საერთაშორისო არენაზე გადის ადამიანი სხვადასხვა ფუნქციებს იძენს, სხვადასხვა პასუხისმგებლობები უჩნდება. მერე რა თქმა უნდა, იმ თქვენი ახლობელის არ იყოს, მერე პენსიის ასაკში შეიძლება იფიქროს საქართველოს დაბრუნება, მაგრამ ეს იქნება უკვე ასე ვთქვათ, მხოლოდ იმ ტკივილის გაყუჩება, რომელიც ყველას ჩვენთაგანის გულში არის საქართველოსთან მოშორებული ყოფნის გამო, მაგრამ არა იმ აღშენებლობაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა. უკვე პენსიაზე გასული ადამიანები. ბატონო ლერი, ეხლა არ მინდა ისე დაგემშვიდობოთ რამდენიმე სიტყვით იმ საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, რასაც გერმანიის ქართულისათვის ტომო ეწევა. თქვენ არაერთი ლეიკემიით დაავადებული ბავშვისთვის გადაგირიცხავთ თანხა, შეგიგროვებიათ და ეს არის ძალიან დიდი და კეთილშობილი საქმე ბატონო ლერი და აგრძელებთ ამ მიმართულებით კვლავ საქველმოქმედო საქმიანობას და შეიძლება მოკლედ გითხრათ მაგის შესახებ 2010 წელში დავაფუძნეთ გერმანიის ქართულისათვის ტომოს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ფაქტიურად სამიზნე ჯგუფებად ქართველებს ისახავდა და არა მარტო ქართველებს, რომლებიც ამ ფონდში თუნდაც 2 ევროდან დაწყებული და ასეთი ადამიანებიც არის, ვინც 2 ევროს რიცხავს თვეში ვქვა და ყველაზე ძვირფასი ის 2 ევროა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ მთელი სული და გულით ცდილობს, რომ თვითონაც დაეხმაროს ყველას. და ამ ფონდით, ესე იგი, ყოველთვიურად გროვდება რაღაცა თანხა ასეთი გადმომრიცხავების და ასევე ყოველი ახალი თხოვნის შემოსული თხოვნისათვის ცხადდება კვირაში ერთხელ ან 2 კვირაში ერთხელ დახმარების აქციები. თქვენ შეიძლება მიადევნეთ თვალი Facebook-ზე და მაგიტომ მიცით ეს. დიახ, და ამ შემთხვევაში ფაქტიურად წელიწადში 40-50 შემთხვევა ან შეიძლება 20-30, ეხლა ნამდვილად არ დამიტყვია სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ასე ამდენი შემთხვევა ყოფილა რომ სხვადასხვა ოდენობის თანხით სათვისტომოსში გაწევრიანებული და გაერთიანებული ადამიანები ცდილობენ რომ მიეხმარონ საქართველოში მყოფ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც უკვე სხვა გზა რომ აღარ აქვს და ასე ჩვენთანაც შემოდიან თხოვნით გვიშველეთო და
როგორ მადლობა ბატონ ლერი და დაგემშვიდობოთ წარმატებებს გისურვებთ ჩვენ მიუხედავად გვერდებოდა ბატონი ლერი დათაშვილი გერმანიაში მიუნხენის სათვის ტომოს თავმჯდომარე ჩვენ მალე ჩაგვერთვება თიკა სვანიძე გახლავთ ქალბატონი რომელსაც აქ ქართულ-ამერიკული ოჯახით და ცხოვრობს უკვე წლებია ჰოლანდიაში ყავს 3 არაჩვეულებრივი ვაჟი და აი საინტერესოა როგორ ვითარდება თიკას საქმიანობა კარიერა ჰოლანდიაში როგორ ცხოვრობს მისი ოჯახი და რა კავშირები აქვს სამშობლოსთან თიკა მოგესალმებით დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში თქვენ გიოცავთ შობა ახალ წელს მრავლს დაესწარით ბედნიერად და ჯანმრთელად თქვენი ქართულ-ამერიკული ოჯახით რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობთ და ძალიან ბევრ კარგ ქართულ საქმეს აკეთებთ ერთობლივად ვინაიდან როგორც ვიცით თქვენი მეუღლეც შეყვარებულია საქართველოზე და სახელები რომელიც თქვენ შვილებს გვიათ ქართული სახელები ეს თქვენი მეუღლის დამსახურება ვინაიდან ასეთი საინტერესო კომენტარიც კი გააკეთა საქართველოს შესახებ რომ შვილებს თუ თქვენ დაარქმევდით ქართულ სახელებს მათ შემდეგ თანატოლები და სხვა უცხოელები შეეკითხებოდნენ რომ რატო ქვიათ ესეთი ქართული სახელები და ყოველთვის გაახსენდებოდათ საქართველო და რომ მათ ქართველი დედა ყავთ ესეც საინტერესოა ამ კუთხით დიახ გისმენთ მოგესალმებით ამსტერდამიდან დიდი სიყვარულით მოგილოცავთ ქრისტეს შობას დამდეგ ახალ წელს ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ჩართვა ჩვენთვის ძალიან სიყვარულია მოგახსენებთ რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია 4 წელი ამსტერდამში ცხოვრობთ მანამდე ცხოვრობდით ამერიკაში ჩიკაგოში შვეიცარიაში და სინგაპურში ჩვენი ბავშვები სინგაპურში არიან დაბადებულები და ნამდვილად მეუღლე ძალიან შეყვარებულია საქართველოზე მისი გაცნობისთანავე სულ საქართველოზე ლაპარაკობს ძალიანყვარს ქართული კულტურა, ქართული სამზარეულო, ჩვენი ტრადიციები და ასე რომ ვთქვათ, უკვე უფრო გაქართულებულია ვიდრე ამერიკელია უწოდები ნამდვილად ქართულს სულითაც უკვე ძალიან ამაყია, იმიტომ რომ აი ეს ქართულს გაეცნო, რაც მისთვის ძალიან უნიკალური იყო და ის იშვიათი, რაც არასდროს მას არ შეხვედრია და არ უნახავს მას ცხოვრებაში ჩემს შეხვედრამდე. და ნამდვილად უნდა რომ აი სწორედ ბავშვებს მამ გამოთქვა სული რომ დაერქვათ, ეკმეოდათ ქართული სახელები, ვინაიდან მათ საშუალება მიეცემოდა რომ უნიკალურად ჟღერს ეს ქართული სახელები, ყველა იკითხავდა სადაური სახელი იყო და ბავშვებს საშუალება მიეცემოდათ მოეყოლათ საქართველოს. ჩამოგვიჩვალეთ ბიჭების სახელები. ლევანი, თემური, როგორც დიახ გიორგი ყავს უფროსი, ლევანი და თემუკა. და ბავშვებსაც აი თავიდან დაბადებიდანვე ქართულად უნდა ველაპარაკოთო დედამ რა თქმა უნდა მეც ვერც კი წარმომედგინა ბავშვისთვის სხვა სახელი დამეძახა ვიდრე არა ქართული. და რა თქმა უნდა აი ეს მეუღლე ხა სტუმრები რომ მოგდის პირველსაც აკეთებს ქართულ მუსიკას ვრთავ შემოსვლისთანავე და ასე რომ ძალიან დიდ პატივს სცემ ჩვენს ყველაფერს. და ინტერიერი ჩანს ქართველი გლეხი კაცი, არაჩვეულებრივი. ალავერდი გვიყურებს და სიმბოლურია, რომ თქვენც ჯვრის მონასტერში დაიწერეთ და ეს თქვენი ამერიკელი მეუღლის დიდი სურვილიც იყო და დიდი მადლობა ამას საქართველოს სიყვარულისთვის და თქვენ შეაყვარეთ საქართველო. დიახ, ძალიან განსაკუთრებული იყო პირველად სტუმრობისას, როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოს. ჩვენ არ ვიყავით ჯერ დაქორწინებულები და რა თქმა უნდა, საქართველოს თბილისის მერე ჯვრის მონასტერში ავიყვანე და შედგა თუ არა ჯვრის მონასტერში ფეხი, ეგრევე თქვა, რომ აი მე მხოლოდ აი აქ დავიწერთ ჯვარს, თუ წინებთო ჩვენო ეკლესიურათო და რა თქმა უნდა მე მოინათლა კიდევაც გახდა მართლმადიდებელი და
ვიქორწინეთ ჯერ ნიუ-იორკში ოფიციალურად და ჯვრის წერა ქონდა ჯვრის მონასტერში. თიკა თქვენ საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობთ როგორც ქართული კულტურის ცენტრს, არა მარტო ხელმძღვანელობთ, თქვენ დააფუძნეთ ეს ცენტრი და ამ მიმართულებით პროპაგანდას უწევთ საქართველოს, ასევე თიკა ტურ ჯორჯია დააფუძნეთ, ეს რეკლამა არ არის, ვინაიდან ეს უცხოეთშია დააფუძნებული და თქვენ ამ სააგენტოს საშუალებით იზიდავთ ტურისტებს და ეს ტურისტები არიან VIP პერსონა, მათ შორის ერთ-ერთი მილიარდელი ქალბატონი იყო, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანეთ და ბევრი ტურისტი ანონიმურად ჩამოყავთ, იმდენად ასე ვთქვათ ცნობილი ადამიანები არიან ამის შესახებ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს წამოიწყეთ თქვენ ჯერ კიდევ 2000 წლიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვფიქრობ, ტურიზმის განვითარების და თუნდაც ფულის დახარჯვის თვალსაზრისით საქართველოში. დიახ, აი მოგახსენებთ ძალიან მოკლედ, მე როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ვამთავრებდი ხრონინგენის უნივერსიტეტში, იმდენად უკვე 8 წელიწადი ვიყავი სამშობლოსთან მოშორებული და იმდენად ძალიან დიდი ტკივილი იყო და დიდი მონატრება ჩემი სამშობლო, რომ დიდ ტურისტულ ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა და ძალიან ახალი გახსნილი იყო მაშინ რუსეთის ბაზარი და მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდი და თან მაგზავნიდნენ, ვინაიდან რუსულს ფლობდი მოსკოვში, პეტერბურგში, 40 კაციანი ჯგუფები მიყავდა ხოლმე ჰოლანდიელები და ესე იგი რომ უნდა მომეყოლა ვთქვათ იქ მოსკოვზე, პეტერბურგზე რაღაც 20 წუთში ავტომატურად საქართველოზე გადავდიოდი ჩემ დაუნებურად, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა და იმდენად აღფრთოვანებული იყო ეს ხალხი ჩემი ტურისტები, რომ 10 დღის მერე ტურისტი ბოლო რომ თავდებოდა ტურის მეუნება ანუ თიკაო არ არისო საქართველოში ტურებიო, ჩვენო დიდი სიამოვნებით წამოვალთო რო იყოსო და მე შევთავაზე ჩემს კომპანიას მაშინ რომ გავაკეთოთ მეთქი საქართველოს ტურები და თვითონ მითხრეს კომპანიამ რომ მათთვის ახლა ყველა 16 რესპუბლიკა რუსეთად მიაჩნდათ და არც კი იცოდა არავინ რომ ახლა განსხვავება იყო საქართველოსა და რუსეთს შორის. და მითხრეს ότι კავშირი ყველაფერი გააკეთეო და ჩვენო ხარსში დაგიდგებითო და ნამდვილად რაღაც სულ რაღაც 3 თვეში ჩამოვაყალიბე პირველი თიკატური 2001 წელს ამსტერდამში, რომელიც აქ დაფუძნდა და რომ გადავაგზავნე ჩემ ტურისტებთან პირველი ბუკლეტი, პირველი ტურის ადგიანი ტური დავგეგმე, ჩემ და განსაცვიფრად 300 კაცი ჩაეწერა ამ ტურებში და 3 წლის განმავლობაში პირველი ჰოლანდიელები ჩამოვიყვანე. შემდეგ რა თქმა უნდა აზიაში რომ გადავედით სინგაპურში დავიწყე საქართველოს პრომოუშენი, ასე ვთქვათ, იქ შევთავაზე უკვე კავკასია, სასუნხეთი, აზერბაიჯანთან ერთად, იმიტომ რომ მათთვის 12 საათი რომ ფრენენ, უფრო რაღაც საინტერესოა რომ 3-4 ქვეყანა მოინახულონ და იქაც ძალიან დიდი წარმატებით ყოველთვე 40 კაციანი ჯგუფები, 3-4 ჯგუფი ჩამოყვავდა და ჩინელები, ნახე სინგაპურში მოგეხსენებათ 70% ჩინელები არიან. აი ჩინურ ახალ წელსაც კი საქართველოში ზეიმობდნენ და იმდენად განსვიფრებულები იყვნენ ამ სილამაზით, საერთოდ თოვლიც კი არ ენახათ და მათთვის თოვლის შეხება იყო დიდი ეგზოტიკა, ხალხი ტიროდა ხოლმე იმდენად ეს და ლორა ბუშის პირადი მზარეულიც კი ხავდათ ჩამოყვანილი. ახლა დიდი რეკლამაა ჩვენი ქვეყნის. დიახ, მე აი ამერიკაში უკვე ჩიკაგოში ცხოვრების პერიოდში დავიწყე ეს მაღალი დონის ლაქშერის ეძახიან. იქ უკვე სინგაპურში გვაქვს კიდევ ერთი ოფისი, ასევე ჩიკაგოშიც ოფისი და თავიდან დავიწყეთ ეს გაცნობითი ტურების ბევრი ჟურნალისტები დავაფინანსე, როგორც ჰოლანდიაში, ასევე სინგაპურიდანაც და განსაკუთრებით ამერიკის ბაზარზე იყო ეს საჭირო, იმიტომ რომ ამერიკის ბაზარი ძალიან დიდია და ნამდვილად მიყვარს მათთან მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის სერვისი მოწონთ და ვინაიდან ჩემთვის გაადვილებული იყო ამ ყველაფრის შეთავაზება საქართველოში, იმიტომ რომ როდესაც იქ ცხოვრობ, უკვე პირადად ეცნობი მათ კულტურას და სწორედ ეს ძალიან ცნობილი
პიროვნებები ბევრი სახელს ვერ დავასახელებ, ვინაიდან მართლა ანონიმურად ჩამოვიდნენ და დაბრუნდნენ, მაგრამ ცნობილი მსახიობები, ასევე ფეხბურთელი ლერი ფიცჯერალდი, ლორა ბუშის პირადი მზარეული და რაც მთავარია და რაც ძალიან მიყვარს, რასაც ვაფასებ, აი ვინც ჩამოდის, თუნდაც ეს ვიპერსონა, რომელიც ჩვენთან ჩამოდის როგორც სტუმარი, აი 10 დღეში და 5 დღეშიც 5 დღეს რომ ჩამოვიდეს, მიდის როგორც ოჯახის წევრი. იმდენად უყვარდა და მე ბრუნდებიან. ყველაზე აი სასიამოვნო ის არის იმდენად მათი ცხოვრების შემცვლელია ეს გამოცდილება, რომ ბრუნდებიან როგორც ოჯახი და ოჯახის წევრები და შეყვარებულები, უზომოდ შეყვარებულები საქართველოსზე და სტუმრობენ აქაც, რა თქმა უნდა, ამსტერდამშიც, საქართველოშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად, ვინაიდან როგორც ვინახნიშნეთ, ნამდვილად დიდი თანხები იხარჯება ამ ხალხის ჩამოყვანით, ანუ და ძალიან წარმატებული გრძელდება თქვენი საქმიანობაც, რა თქმა უნდა, მომავალ წელშიც დაგეგმილი გაქვთ 2018-ში როგორ იმუშავებთ და რას გააკეთებთ ამ მიმართულებით, არა? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველი წელი 2-3 წლით იგეგმება ჩვენი მარკეტინგი, ასევე მონაწილეობას ვიღებთ ტურისტულ ბაზრობებზე, როგორც ჩვენს, რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, ასევე თვითონ ჩვენ პირადად ვიღებთ ძალიან ისეთ გადაწყვეტილებებს, სად არის კარგი პოპულარული ბაზარი და ზუსტად იმ ბაზარს ვირჩევ, რომელი ბაზრისთვისაც და რომელი ქვეყნისთვისაც საქართველო არ არის ცნობადი და ზუსტად იქ მივდივართ და ვაცნობთ საქართველოს როგორც ყველაზე საუკეთესო, უნიკალურ და ცხოვრების შემცვლელ ქვეყნად და სამოგზაუროდ. ძალიან დიდი მადლობა. დავემშვიდობებით ნანა, მინდა დავაანონსოთ, იქას ჩვენს ეთერში სტუმრობა თებერვალში, ჩვენ გვესტუმრება თიკას ოჯახი ეთერში, როგორც შეგვირდა, იმედია რომ შეძლებთ, ვიცი რომ დაძაბული რეჟიმი გაქვთ, გარკვეული პროექტები გაქვთ განსახორციელებელი საქართველოში. დიდი მადლობა ამისთვის და წინასწარ ვაანონსებ, ასე ვთქვათ, თქვენს მონაწილეობას და სტუმრობას უკვე ჩვენთან პირადად გელოდებით ჩვენს ეთერში. მადლობა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალწელს ჩვენს ქართველებს და სრულიად საქართველოს. ბედნიერესი წელი ყოფილიყოს ყველასთვის და შეხვედრამდე. მადლობა, წარმატებებს უსურვებ ჩვენთან ჩვენ Skype-ით გვერდთვებოდა თიკა სვანიძე, ქართულ-ამერიკული ოჯახი აქ თიკას და ჰოლანდიაში უკვე წლებია ცხოვრობს და არა მარტო ჰოლანდიაში, მსოფლიო აქ თიკას მომვლელი და სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული წლები ცხოვრობდა. დიახ, ჩვენ უნდა დავასრულოთ ნანა გადაცემა და წამყვანები ნანა ლომიძე, იამახარ გემშვიდობებით. დიდი მადლობა ჩვენ მსმენელებს, რომ მონაწილეობდნენ ეთერში და გვერდთვებოდნენ. შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 240 91 92 240 92 ჩვენი გადაცემა შეიძლება უყუროთ და მოусმინოთ ასევე ინტერნეტის საშუალებით Radio 1G. დაგვიკავშირდით თქვენი კომენტარებით და შენიშვნებით. მიგრაციის მარშრუტები